Don't fucking comment no shit to me, Happy Pride. I'm not fucking happy. I don't like that shit. No, not Happy Pride. Unhappy Pride. Do not loop me and Boots, no matter how gay he fucking is, into that crowd. No. Babe, the silent majority do not fuck with Pride anymore. The what it's become, right? It's the extreme left that has hijacked it, and the movement, as we all know, that was once a movement for equality is now a movement for privilege and degeneracy. All right. თუ უამრავი კორპორაციის მიერ LGBT მოძრაობის დაფინანსებაზე ხელის აღება არ გამცნობდათ იმას, რომ ეს მოძრაობა დასრულებულია, აგერ ძალიან ცნობილი ტიკტოკერი გეიბის აღიარება მიიღეთ იმის აღსანიშნავად, რომ LGBT მოძრაობა ფაქტიურად დასრულდა. ლეოსკეპი ბევრს გეცოდინებათ და ის მეორე მე არ ვიცი, მაგრამ ნუ შემხვდა ისიც და TikTok-ზე ძალიან ცნობილები არიან ორივე და ორივე იძახის, რომ არაფერი გვინდა გქონდეს საერთო ამ LGBT მოძრაობასთან და ნუ მეუბნებით Happy Pride-ო რა, ანუ ბედნიერი სიამაყე, ასე ულოცავენ ხოლმე ერთმანეთს Pride Month და ანუ LGBT საზეიმო თვეს თვე აქვთ კი, თუმცა აწი ვიღას ექნება ვნახავთ, მაგრამ გქონდათ. ხო და ერთმანეთს ასე ულოცავენ ხოლმე და ლეოსკები გამოვიდა და თავის ვიდეოში თქვა, რომ ნუ მილოცავთო რა, ანუ ამით არანაირად ბედნიერი მე ამით არ ვარო. LGBT მოძრაობა დასრულებულად გავმიცხადებია. მე გავმიცხადები არა, დიდი ხანია გამოაცხადეს უკვე კორპორაციებმა, რომელმაც არანაირი დაფინანსება აღარ გაუწიეს და აჯენდა LGBT აჯენდა ამოიღეს თავისი დღის წესრიგიდან. ჯერ კიდევ შარშან აფინანსებდნენ და წელს ძალიან ბევრმა ამოიღო. არც ლოგოები აღარ გამოდეს თავის სოციმედიებზე და არც დაფინანსებები გამოვეს და მოკლედ აღარ აინტერესებთ ეს ჩვენი მოძრაობა. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც კვლავ იმ დელუზიაში არიან, რომ ეს მნიშვნელოვანია. Ultra Pro Max ევრომადიდებლებმა კარგად იციან, რომ ვენაში ვიყავი ცოტა ხნის წინ, შეიძლება თქვენ არ იცით, მაგრამ ვიყავი მოკლედ რამდენიმე დღით, გასასეირნებლად, იმიტომ რომ ბატორმა ბიძინამ დავაფინანსა, რა თქმა უნდა და პუტინის რუბლებით და ვიყავი გასასეირნოთ ასე და დავათვალიერე ვენა და ანუ აშკარად ავსტრიაში ჯერ არ ჩასულა ეგ ინფორმაცია, რომ LGBT მოძრაობა აღარ არის მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ, ანუ მათ ორი დროშა ყველა ტრამვაიზე აღმართული, ყველაზე, ანუ რაც კი ვენაში დადიოდა, ყველაზე დავინახე, ესე ორი დროშა აქეთ იქიდან ისე აღმართული, ერთი არის ევროკავშირის და მეორე არის LGBT. ეს სამწუხაროდ არ გადამიღია, მაგრამ დანარჩენებს განახებთ, ანუ ბელვედერის მუზეუმში სანამ შეხვალ დიდი დროშები იყო აღმართული იმის LGBT მოძრაობის და Happy Pride ეწერა თუ რაღაცა, ასევე შონბერნის უდიდეს სასახლეშიც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ესე ცენტრალური სასახლე არის ავსტრიისა, მანდაც მხოლოდ ერთადერთი დროშა იყო აღმართული და LGBT დროშა იყო ეგეც. და კიდე სხვა ბევრ მნიშვნელოვან შენობაზე შევნიშნე ასევე. ხო, ანუ ავსტრიას ჯერ არ მიუღია აქ ცნობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ეგეც მიიღებს. ალბათ მომავალ წელს მაგათაც აღარ ექნებათ. ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჯერ კიდევ ებღაუჭება და კანადაც რა თქმა უნდა ებღაუჭება. ჯერ კიდევ არის რაღაცა მცდელობები, რომ სიგიჟე კიდევ უფრო სიგიჟეში გადაიყვანონ, მაგრამ აღარც ყვები იმდენად აღარ არის ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ ჩემ თვალში всё, ანუ მორჩა ეს მოძრაობა. სალაპარაკო აქ დიდად აღარაფერი არ არის ჩემი ასე და აწი მხოლოდ თუ რა ვიცი მე თუ გაგეცინება რაღაც უაზრო სიახლეზე, LGBT სიახლეზე და ეხა უბრალოდ სასაცილოდ არც არასდროს ვწერდი რა, ანუ რაღაცა მადარდებდა და იმიტომ ვიღებდი ვიდეოებს ამაზე. ეხლა რომ ვხედავ, რომ არ არის საჭირო, აღარ არის საჭირო ისეს დასრულებულია. თავარი დაფინანსებები, რაც ჩვენ ქვეყანაში შემოდიოდა მაგ მხრივ, ეგ გადაეკეტათ ეგონკანი და შესაბამისად ვნახავთ აწი, როგორი აქტივისტები იყვნენ და რეალურად ვისი ბედი ადარდებდათ, რატო ყვიროდნენ და რატო აფრიალებდნენ დროშებს. მაგას ვნახავთ, როცა საერთოდ აღარ ექნებათ დაფინანსება ამ მხრივ. როგორ დააინტერესებთ ის რა ქვია LGBT მოძრაობა. ხო, ევრომადიდებლებს განვარტავ, ევრომადიდებლებს უწოდებ იმ ხალხს, რომელსაც ევროკავშირი წმინდა გონია და ევროპარლამენტარი წმინდანი, რომელიც გამოიხსნის ამ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. და ანუ
ევრომადიდებელი არის ის იმიტომ, რომ კრიტიკულად ვერ აზროვნებს, ანუ არ გააჩნია ევროკავშირის კრიტიკის უჯრედი. ანუ რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს ევროკავშირმა, ყველაფერი უნდა მოუწონო, იმიტომ რომ სასწორზე სხვაგან დგას რუსეთი მისთვის რა. ანუ შენ თუ გააკრიტიკე ევროკავშირის რაიმე ასპექტი, ესე იგი ხარ რუსეთუმე რა. ეგ ნიშნავს ევრომადიდებელს შემთხვევაში, იმიტომ რომ არ გააჩნია კრიტიკული აზროვნება და ზოგადად შავ-თეთრად უყურებს სამყაროს. ევროკავშირი versus რუსეთი სამყაროს. Anyways. კიდე რაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. ყველაზე მეტად რაც გამეკვირდა ევრომადიდებლების მხრიდან იყო ის, რომ ძალიან უცნაური არის ჩემთვის ეგ ფაქტი, რომ ისეთ დღეს მათრიეს, როცა არ უნდა ეცალოთ რა, ახალგაზრდა ბიჭი დაიჭირეს იქ რაღაცა ძალიან ბევრი წლით, როცა ანუ ეგრე მკაცრად არ უნდა მოპყრობოდნენ ჩემი აზრით. კიდე რაღაცები მოხდა, აღარ მახსოვს, მაგრამ მაგ დღეს მე რატო გავახსენდი, მეტი საქმე რატო არ აქვს, არ ვიცი. რომ ნათია ვენაში იყო, ვაუ. Crazy, right? და იქ და კომენტარებში ვიღაცებს მართლა ჯერათ, რომ პუტინის დაფინანსებით ვარ მე იმაში, რა ქვია, ევროპებში. ხო და მე შესაბამისად გავაკეთე ცანცარული ვიდეო ამაზე ვიღატავე, იმიტომ რომ მეცინება ეგეთ რაღაცებზე და რა ვქნა ხალისობ. ნათია ვენაში იყო და ევროპა ნახაო და თურმეო საქართველოს ეკონომიკა არ ყვავისო მიხვდაო რა და ანუ ჯერ იმდენად ვერ ხვდებიან საერთოდ ვინმე რომ ეკონომიკაზე როდის ერთხელ მილაპარაკია, ანუ რაც არ მესმის იმაზე არ ვლაპარაკობ და what do you want? ანუ ეკონომიკაზე ხმა რა მომღია არასდროს ჩემ ვიდეოებში. ერთი შეიძლება ეგ მეთქვა რომ არ ვიცი თქო. ევროპა ნახაო კოლოსიმო და რაღაცებს ანუ ჯერათ რომ ევროპა მანამდე არ მქონა ნახე და პირველად ეხა ვნახე. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.